გადაცემის წარმდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დიდი მადლობა ბენდს, გამარჯობა მოგესალმებით ვანოს შოუ. პირველი იუმორისტული შოუ TV პირველი. ისევ მინდა ტრადიციული მიმართვით დავიწყო სოლიდარობა ჩვენი გუნდის წევრს ონისე ცხადაძეს მოვიკითხავთ აქედან ვიცი რომ გვიყურებს. ჟურნალიზმზე ამაღლობელს სოლიდარობა სისტემის ყველა უკანონო პატიმარს ძვირფასო მეგობრებო თავისუფლებას უსურვებთ მალე მათ ყველას. მონოლოგს ვიწყებ ცენტრალური თემით, რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთში გაიმართა ამერიკული და რუსული მხარეების შეხვედრა, რომელზეც განხილული უნდა ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების თემა. ამ შეხვედრების დასრულებისთანავე ვაშინგტონში ტრამპმა გააკეთა ყველასათვის მოულოდნელი განცხადება. დააბრეხვა, ანუ ესე ვთქვათ, ზელენსკის დიქტატორი უწოდა და 4% აქვს მაგას რეიტინგიო. რომ აკვირდები ამ ხელა ზესახელმწიფოს მოსახლეობაც უშვებს შეცდომებს ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ აშკარად კობახიძე ყავთ არჩეული, ოღონდ ჟღალი კობახიძე ცელქი და მოუსვენარი, ეს უფრო ცელქია. ასაკში კი არის, მაგრამ ძალიან მოუსვენარი კაცია. 4% აქვს რეიტინგიო, საიდან მოიტანა არ ვიცი. არადა ზელენსკის რეიტინგი 47%-ია და ტრამპის რეიტინგი საკუთარ ქვეყანაში 52%-დან 45%-მდე ჩამოვარდა არჩევნების შემდეგ. როგორც ვაკვირდები, ამერიკელების უმრავლესობამ ტრამპი აირჩია ასეთი მიდგომით: თუ არ მოგვეწონა, გადავირჩევთ. If we don't like it, we will change it. ასეთი პირი უჩას აშკარად. გადავიდეთ ჩვენი ქვეყნის ცენტრალურ ამბებზე, ძვირფასო მეგობრებო. ახალი ტრენდი ქართული ოცნებიდან, კვერცხების დაშენა ოპოზიციონერი ლიდერების მისამართით. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მიუნხენის სამიტიდან დაბრუნებულ გახარიას და მომდევნო დღეს დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს დახვდნენ ოცნების ტიტუშკები და კვერცხები დაუშინეს მათ. და რაც უნდა დაუძახონ, ეს ყველაფერი ამ ხალხს უწერია წინასწარ ფურცელზე. მაგალითად უწერიათ ხოლმე, რომ სალომე გავაბოჩდა მოღალატე და მეორე უწერიათ კაია USAID-ის ფულები. ესე უწერიათ თან იყურება. USAID-ის დროს ფურცელში იყურებიან, რომ სწორად გამოთქვან, იმიტომ რომ USAID იმდენად რთული სიტყვაა მათთვის. ერთი წაკითხით ვერ დაიმახსოვრებენ. ამიტომ აუცილებლად ფურცელში უნდა ჩაიხედონ. ნახოთ რა კომენტარი გააკეთა ამ ძალადობაზე ხალხის ძალის შეუპოვარმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა. ესეთი კაცი არსებობს. რა უკვირს, ვერ გავიგე ზურაბიშვილს. არ მეუნებოდი რომ თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა. არ მეუნებოდით რომ თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდაო. ამას ამბობს დეპუტატი, რომელიც რკინის ჭიშკარ შემოორტყმულ პარლამენტში სპეცრაზმის დახმარებით შედის და საღამოს საიდან იპარება კაცმა არ იცის. პირველი ჟურნალისტმა პარლამენტში სცადა ამ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით კითხვები დაესვა დეპუტატისთვის. სად იყო და სად არა, ქოცი კვერცხებით შეიარაღებული აქტივისტების დასაცავად ეგრევე გამოვიდნენ ქართული ოცნების დაკუნთული ჩიპი და დეილი, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე. მოდით ნახოთ მათი კომენტარი, ლაშასი უფრო. არ გულთან ძალადობას არ მიიჩნევთ მიუღებლად? სხვა და კვერცხების სოლა ძალადობა არ იყო და როდესაც თქვენს ლიდერებს კვერცხებს დაუშენენ ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდები, ეგ ძალადობა არის? ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდებიო, მოკლედ რად გინდოდა ამ ხელა პოლიტიკის შტანგას რომ ეძგერე, ლაშა და ეს ამ ხელა ტვირთი მოიგდე ამ ზორბამ ხრებზე. ცოტა ხო უნდა დაფიქრდე, შენი პოლიტიკაში მოსვლა მარტო სომეხ ძალოსანს რო უხარია და სხვას არავის. ესე იგი რაღაცაშია საქმე, ხო ლაშა, ცოტა ხო უნდა გაგონება, ხო უნდა გახსნა და იაზროვნო. გადავიდეთ სასიხარულო ინფორმაციაზე, მეგობრებო.
69 წელი ბიძინა ივანიშვილის გახდა. აბა ეხლა მაგჭკუაზეა, ბიძინა თვითონ გამხდარიყო 69-ის. პირიქით. თვითონ 69 წელი გახდა ბიძინა ივანიშვილი. ესე იგი ერთმანეთს ასწრებდნენ ქართული ოცნების სახეები, ვინ როგორ მიულოცავდა დაბადების დღეს ოლიგარქს. მლიქნელობის ყველაზე ორიგინალურ და გამორჩეულ ტექსტს ვინ მოიფიქრებდა? ვისი ტექსტი იქნებოდა უფრო აღმატებული, რომლის სიტყვები უფრო მოედებოდა თაფლად ბიძინას გულს. ერთი სიტყვით ყველას ტექსტი კარგი გამოდგა და ყველამ თანაბრად შეინარჩუნა დამსახურებული მონის სტატუსი ბიძინას პირველ სიაში. ორი სია აქვს ბიძინას. ერთში დამსახურებული მონები ყავს ჩაწერილი, მეორეში ჩვეულებრივი მონები. მეორე სიაში მუდმივად მიდის ბრძოლა იმისთვის, რომ პირველ სიაში გადავიდნენ. მესამე სიაც აქვს დასაწყობებული მონების, მაგრამ მაგათ არჩევნების დღეს ააქტიურებს ხოლმე და მერე აღარ ჭირდება და ისევ ასაწყობებს ისე. ამბიციო ხალხია და ასე. მე მინდა რამდენიმე მილოცვა წაგიკითხოთ. იმდენად კარგი მილოცვებია, რომ არ მინდა დაიკარგოს, მინდა ისტორიაში შემორჩეს ძვირფასო მეგობრებო. მაშასე დავიწყოთ მამუკა მდინარაძეს. უშეცდომოდ განსაზღვრა ყველა პოლიტიკური სვლა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევების გადალახვას სჭირდებოდა. შემდეგი ირაკლი კობახიძე ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ვუხდი მადლობას. ეს ნიჭი არ აუშვებს. შემდეგი კობახიძე ცოტა თავდაბალია და ასე შემდეგ. შემდეგი კალაძე ვულოცავ დაბადების დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ისტორია დაწერა. შემდეგი ირაკლი ღარიბაშვილი დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 12 წლიანი მშვიდობის უზრუნველყოფა და ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. და ყველას გამორჩეული ნინო წილოსანი. ისტორიაში არაერთი გამორჩეული ადამიანის შესახებ გვისწავლია. ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზე. მოკლედ წილოსანმა ისე მიულოცა ბიძინას, რომ ყველა წილოსანს ულოცა და რა კარგად მიულოცე ბიძინა ივანიშვილს. ამას მოფიქრება ხო უნდა ჩვენი შვილები ისწავლიან ბიძინა ივანიშვილზეო. შეგახსენებთო წილოსანის და ოცნების წევრების შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენმა შვილებმა აქ უნდა ისწავლონ და თანაც ბიძინაზე. ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე იყო 18 თებერვალს. შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ვინც ვერ მოასწარით მილოცვა 4 მარტს არის ძველით ბიძინას დაბადების დღე და შეგიძლიათ ეგ გამოიყენოთ. ეგეთი ორჯერ აღნიშნავენ, ახლით და ძველით, და შეგიძლიათ მეორეთაც მიულოცოთ, არ არის პრობლემა. და იცი რა არის, ღარიბაშვილს კითხესო, ვინ დაგეხმარა ასეთი მაგარი მილოცვის მოფიქრებაშიო და ღარიბაშვილმა არავინ დამხმარებია, უბრალოდ კლავიატურა დავკოცდა და თავისი დაიკრიფა ტექსტი. ბიძინას დაბადების დღეს ამ მილოცვების კორიანტელში ყველაზე გამორჩეული იყო, უпроსტად ყველაზე გამორჩეული დაემართა გორის საკრებულოს თავმჯდომარეს. მოდით ნახოთ რა დაემართა. გორის საკრებულოს თავმჯდომარე მთელი დღეა ბიძინა ივანიშვილის დღის მისალოს ტექსტებს აზიარებს. მოკლედ რომ ვერაფერი მოიფიქრა და შესაბამის თემაში ინტელექტი არ ეყო, ადგა ეს ყველა პოსტი გადააზიარა Facebook-ზე. ყველას მილოცვას ეთანხმება, ყველა ვინც კაუბახიძე, ყველას გადააზიარა. ფაქტიურად ეთანხმება გამყრელიძის დასკვნას. ხო არა, ყველას ტექსტი მოეწონა და ყველა გადააზიარა. შეკიდე ამ სხვისი მილოცვების გადაზიარება შეკაი ადამიანი ერთი გული მაინც გაუგზავნე მესენჯერში ბიძინა ივანიშვილს. ოღონდ რომელი გული იცი? ერთი გული როა, ხო? თავიდან ერთი გული რო იგზავნება და მე ბევრი რო ამოდის ეს ერთ საგზავნი, მაგრამ ბევრად იშლება რა გულები. ბიძინას დაბადების დღესთან დაკავშირებით რუსთაველზე განსხვავებული საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსთაველი ტრადიციულად გადაიკეტა და აქციის მონაწილეების სხვადასხვა ფორმით ულოცავდნენ ოლიგარქს დაბადების დღეს, ულოცავდნენ ბრჭყალებში. ამ აქციის შემდეგ გაურკვეველმა შავსამოში ჩაცმულმა ზონდერებმა გაიწასეს TV პირველის ოპერატორი. რამდენიმე ადამიანი მათ შორის ვიკა ბუკია იყო ერთ-ერთი, რომ მოახერხა ამ ადამიანების ვიდეოს გადაღება და ამის შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ესენი შავნიღბიანები სამართალ დამცავები ყოფილან. არ ვიცოდი, რა დაიდათ. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, ვთქვათ, გაკავებენ ვიღაცას
ვიღაც შავნიღბიანები, ხო, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები. როგორ უნდა გაარკვიოთ, არის თუ არა სამართალდამცავი? ამ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა ქართული ოცნების დეპუტატმა უნიჭიერესმა ლადო ბოჟაძემ. ნახოთ ბოჟაძის პასუხი, აი როგორ უნდა გავარკვიოთ. უნდა ჰკითხოთ, პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემენ პასუხს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვთ 112-ში დარეკვას. დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ. მართლა რა პანიკებს ამტეხავთ ჩვენ? აი რა პანიკებს ახსნა ადამიანმა. თქვათ გაგიტაცეს. გაგიტაცა 6-მა ნიღბიანმა, ვიღაცა გაურკვეველმა, გაცხოველებულმა ადამიანმა, მხეცმა. წყნარად, აუღელვებლად და მშვიდად ეკითხებით, თქვენ გეთაყვა. პოლიციელები ხართ? არა, პასუხობს. აბა, გამიტაცეთ? დიახ, თქვენ გატაცებული ხართ. ლაპარაკობთ რა, ლაპარაკობთ. სავარაუდოდ უნდა მცემოთ? არ გამოურიცხავ, ეს პასუხობს. კარგი, მაშინ თქვენი ტელეფონი მიბოძეთ, თუ შეიძლება. აქეთ აქტივისტი ეუნება იმ მხეცს. რა გინდათ ჩემი ტელეფონი მხეცი პასუხობს. ამას 112-ში უნდა დავრეკო. ინებეთ, ეს მხეცი გაწვლის ტელეფონს. რეკავთ 112-ში. აუცილებლად სპიკერზე რთავთ, რომ გამტაცებლით საქმის კურსში იყოს ასაკეთე. ირეკება დაელოდეთ, თქვენ ხართ რიგში მე-11. ოპერატორი მალე გიპასუხებს. ორივე უსმენთ ამ მუსიკას. ერთად უსმენთ. მერე ოპერატორი გიპასუხებთ, აუხსნით, რაც დაგემართათ. ოპერატორი გაკიცხავს თვითონ ამ გამტაცებელს და თქვენ სრულიად უვნებელი ბრუნდებით შინ. გამტაცებელი გეძახით, კვლავ გვეწლიეთ. აი ასეთ სიმსუბუქეზე და სიმარტივეზე გვაქვს საქმე. და თქვენ აი ტეხავთ აი ამ გაუგებარ პანიკას და ინტრიგანები ხართ ეს ყველა ჟურნალისტი, ვინც ახათ, რა ვიცი, რამდენი ხართ. ადამიანურად ხო ახსნა ადამიანურად და რეკავ ლაპარაკობთ ერთმანეთში მშვიდად და გიშვებენ უკან რა პრობლემა. გადავიდეთ მომდევნო თემაზე, ქვეყანაში რომ სამართალი ყვავის და ყველა საქმე გამოძიებული და გახსნილია, ეს რა თქმა უნდა ყველამ კარგად ვიცით. ხო და გამოსაძიებელი რომ აღარაფერი დარჩა, ქართულმა ოცნებამ შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის და გამოიძიებს წინა ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებს 12 წლის მერე ლაპარაკობ ამ ყველაფერს. მოდი ვნახოთ ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც იწყებს კომისია და მისი თავმჯდომარე თეა წულუკიანი. ოცნება ამტკიცებს, რომ 2004 და 2008 წლის არჩევნები გაყალბდა. მის გამოკითხვას იგავს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია. ანუ აი ეს სტატია ეს. ანუ ამ გადაწყვეტილების მერე არ გამიკვირდება ოცნების აქტივისტებმა ვივამეთთან მიშას მოუწყონ აქციები მოთხოვნით დაინიშნოს 2004 და 2008 წლის ხელახალი არჩევნები. გადადგეს კახა ლომაია და ცეცხლი ოლიგარქიას. ცეცხლი ოლიგარქიას იმიტომ რომ ივანიშვილი მაშინაც იყო და მიშას ეხმარებოდა. ამიტომ ცეცხლი ოლიგარქიას ყველა ეპოქაში გვაქვს ეს ფრაზა. თქვენ გონიათ რომ ქართული ოცნება მხოლოდ წინა მთავრობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს? არა, მეგობრებო, ქართული ოცნება 24 საათი მუხლ ჩაუხრლად შრომობს თქვენთვის და თქვენი კეთილდღეობისთვის. მოდით ვნახოთ, რას განიხილავს ერთი საპარლამენტო კომისია. მეორე ფესტივალი გახლავთ კავკასიური იავნანების ფესტივალი. სადაც გვინდა მოვიწვიოთ, ესე იგი, ყველა კავკასიელი, რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება მოიძიეთ. ანუ კავკასიის იავნანების ფესტივალი უნდათ რომ ჩაატარონ. ფულის საკეთებელ ვარიანტებს იგონებენ, ანუ კავკასიის იავნანების ფესტივალი. მუსიკოსებო, იავნანების ფესტივალი გვექნება მალე. მალე გააკეთებენ რაღაცა ახალი იდეები, ახლა იავნანების ფესტივალი შეიძლება კიდე მოვიფიქროთ, მაგალითად ნელი სიმღერების ფესტივალი.
მერე ლამაზი მისამღერების ფესტივალი, მხოლოდ მისამღერებს იმღერებენ ხალხი. ან მაგალითად მერე ბოლოს უკვე ამოეწურებათ, იქნება არაფრის მომცემი სიმღერების ფესტივალი. სადაც უკვე ქართული ესტრადის 80% მიიღებს მონაწილეობას, ძვირფასო მეგობრებო. გარანტირებულად ავიღებთ ჩვენ გრან-პრის, ამის პირობას გაძლევთ. ამის შემდეგ ჩაატარებენ შავი ზღვის აუზის ქვეყნების სადღეგრძელოების ფესტივალს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანათა ანეკდოტების ფერხული და რა ვიცი, ფული იყოს და ახლა ფანტაზია არ გვეშლება ქართველებს, ახლა მინდა გითხრათ. ძვირფასო მეგობრებო, ახლა უკვე სასაცილოდ აღარ გვაქვს საქმე, სერიოზულ თემაზე გადავდივარ, მონოლოგის ბოლოს შემოვინახე თავზარდამცემი ინფორმაცია. გთხოვთ, ეკრანებს მოაშოროთ სუსტი გულის და ნერვების მქონე სიმპათიური მამაკაცები. ნახოთ რა ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი ასავალ-დასავალე, ძვირფასო მეგობრებო, საშინელება ხდება. ნახოთ, ევროპის გეი ლაშქარი საქართველოსკენ მიოიწევს. თხოვნა მექნება, არ ახვეთ პანიკას, არ ჩავადეთ უიმედობაში, ჩვენ არავის დაუთმობთ ჩვენს სხეულს, თქვენ აგვებო. მე მაქვს ინფორმაცია ძვირფასო მეგობრებო, პირველ შემოსევისას ეს გეი ლაშქარი უკან გაბრუნდა. მაგრამ მას გზად წამოეწია ნაზი მოღალატე და უთხრა ქართველებს აღვირახსნილები არ ყავთო და ეს ამხელა ლაშქარი უკან შემოტრიალდა. მე მოუწოდებ ამ ქვეყნის ყველა ცოლს და ყველა შეყვარებულს, გოგოს, დაგვიცავით. დადეკით ბრძოლის წინახაზზე, იომეთ ჩვენს ნაცვლად, იმიტომ რომ კაცები ამ ბრძოლაში ვერ ჩავებდებით, რადგან შეიძლება ბრძოლის ველზე დავიჭრათ და დაუძლურებულებს კაცმარიცის რას გვიზავენ. და ქალებზე ვიცით რომ არაფერს დაგიშავებენ. ჩვენ ვართ სამიზნეები, ეს საჯიშე ქართველები, ჩვენ ვართ სამიზნეები. მე ვიცი ახლა ძვირფასო მეგობრებო, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს აურაცხელი გეი ლაშქარი. როცა არმია ქვეყანას მოადგება და დაბანაკდება რომელიმე ველზე, ჩვენ ჯარს გამოეყოფა 200 რჩეული ვაჟკაცი, რომელსაც ჩავაცვათ მაღალქულსიან ფეხსაცმელებს, ამოვაცვავთ ელასტიკებს, ტანზე ზეთით ავალიპლიპებთ და გაუშვებთ გეი ლაშქარისკენ. ვაფიქრებინებთ, რომ მისკენ გადავედით თითქოს. ხო და ეს 200 რჩეული ვითომ გეი ვაჟკაცი მოულოდნელად ხმალს იშიშვლებს და მტერს შიგნიდან აუტეხს ბრძოლას. ამ დროს გეი ლაშქარი დაიბნევა და დათრგუნლები და გულნატკერები გაქუსლავენ უკან მოუხედავად. სუტრა კითხვა უნდა ვასრულინოთ მაგარ. მაგარ არაობე, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალურ აფორმებს ბენდი თამნა ლეკოიშვილს მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი გურამ როგავა. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP, PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია ეკოვუდი. ეკოვუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოვუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორი ინსაუნდის გახმოვანების პლატფორმა VoiceG. ხმის უნიკალური ბანკი სარეკლამო რგოლებისა და ავტომოპასუხე სისტემებისთვის VoiceG, აქციე ტექსტი, ხარისხიან აუდიოთ. აქვე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა, შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუს ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაელოდეთ სიახლეებს. ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ რუბრიკა ვიდეო პოეზია, რომელსაც გავგაცნობს ცნობილი პოეტი ვასილ ფხაკაძე.
ბატონო ვასო ძალიან დიდი მადლობა ეს პირიქით მადლობა თქვენ რომ მოვედი აი ამდენი ხანი ვიჯექი და წერდი ამ ვიდეო პოეზიას და ხო მაყურებელსაც რო აუხსნათ რას ნიშნავს ვიდეო პოეზია ვასო იწყებს ლექსის წაკითხვას და ლექსის დასასრულს ვიდეო ცნობილი ვიდეო პასუხობს ანუ ცნობილი ადამიანი ცნობილი ვიდეოთი ასრულებს ლექსს ანუ რითმას გვეუბნება ვიდეო კი ბატონო რითმას გვეუბნება ვიდეო ეს უბრალოდ გაგახსენეთ მეგობრებო თორე ეს რუბრიკა ცნობილი იყო თავისთავად რაც ვარცებობთ იქიდან მოყოლებული სულ არის ეს რუბრიკა ბატონო კარგები ამოვიღე ბატონო ვანო და დავიწყებ ხო ესე ხო სუბუქებით დავიწყოთ მე გავაძლიერებ კი ბატონო რულეტკასთან დავჯექი რომ კუში დავიჭირო კახი რომელ რიცხვს დადავდო მიმანიშნე 0 0 იცის რა გინდა რომ ნუ სუბუქებით დავიწყოთ ხო მე ხარხალებზე გადავიდე კი ბატონო რომ დედამიწა სპილოზე არ დგას რომ ვერანათებ შუქი ჩამქრალი თქვენ ამბობთ მთელი მსოფლიოს წდება დიახ ყველა მტყვანი არის და მე ვარ მართალი სოფლიო არის მტყვანი ეს არის მართალი ბატონო ეს ყოველთვის მართალია გავაგზავნე ბატონო რახან მთავრობის მონდომება გულთან არ მიგაქვთ რახან წისვლა და წარმატება ვერ დაიბედეთ ხო და ამიტომ ქართველებო სანამ თავი გაქვთ თქვენ თავს მიხედეთ აი ესე დარწმუნებით სამჯერ გვეუბნება კარგია ჩვენ თავს უნდა მივხედოთ ლენინივით არის სწავლა ჩვენ თავს უნდა მივხედოთ სამჯერ კი ბატონო გავაგზავნე ბატონო ბატონო ეს ცოტა რაღაც ისეთია რაღაც თავისებურია თქვენთან მოგუგონეთ სახელი ბატონო რაღაც რითმს ბაკურიანი კარგია ზამთარში მუსიკოსების ჰონორარი არის შაბაში მატრასები არის საბაში კუბილიუსი არის კაბაში კაია გავაგზავნოთ ზაფხულისთვის ფულს ვაგროვებ რომ ვეფიცხო ზაგარს თან ახალი ყულაბა მაქვს დანარჩენებს არ გავს ლაპარაკის ფუნქცია აქვს ხმას გამოსცემს მაგარს ხურდის ჩაგდების დროს ყვირის ტრაქში მტენი მაგა ესეთ ყულებები გოჭი ყულებები როა ხო ზუსტად იქ ჩასაგდები ისა კი ადგილას არის კი ბატონო ეს უცებ ისეთი არის სხარტულა არის ეს უფრო ტრაკები რომ არ გადავცვალოთ ახალ აიფონში უნდა აიკრძალოს ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენ რაიონში კაი უნდა აიკრძალოს კარგი იყო ვაგზელებ ბატონო ქორწილში პირი არ გამიჩერებია ყველაფერი მჭამე თეთრი თუ ჭრელებია ყველა რო წავიდა მე გამიგრძელებია ახლა ტუალეტში ვზივარ და ვერ მომინელებია გადავაკეთო ვერ მომინელებია კაი გავაგზელებ ამბავს მოგიყვები ამბავი ლექსად ცოტა კულინარიას შეეხება ბისტროგანოვი არის გარდაცვლილი ქათამი გადაკმაზული სოკოში ჩინგისხანი არის სასტიკი დამყრობელი ჩასახლებული მონღოლში ფუტკარი არის გარდაცვლილი ბუზი ჩასახლებული კოღოში რობოკოპი არის გარდაცვლილი პოლიციელის სული ჩასახლებული რობოტში სუპერკალია ეს მარტივად ეს სუპერკალია გარდაცვლილი მაგარის ჩამოაყალიბა ბერჯერა ხო იცი ბერჯერა კარგი ზოგიერთი ქართველი რო ქართველობას კარგავს ბრაზდები და ისეთებ შვრები ჩემ საქციას არ გავს ამ დროს ხელში დიდ სარს ვიღებ არ ვაპირებ დარგვას მიხვდით ალბათ რას ვაპირებ ტრაქში მტენი მაგა სწორად მიხვდა არა ჩვეულებრივი დასასრული იყო ჩვენთან სტუმრად იყო ცნობილი პოეტი ვასილ ფხაკაძე დიდი მადლობა ვასილო ვაგზელების გადაცემას კიდევ ერთხელ მინდა შეგახსოვოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნეკების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია ეკოვუდი. ეკოვუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოვუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია ინსაუნდის გახმოვანების პლატფორმა Voice G.
ხმის უნიკალური ბანკი სარეკლამო რგოლებისა და ავტომოპასუხე სისტემებისთვის voice-ში აქცია ტექსტი ხარისხიან აუდიოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე. შაბათ შოუს ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის იუბილესთან დაკავშირებით სამთავრობო მედიის სპეციალური გამოშვება მაგდანა ანუკიშვილთან ერთად. აქვე შეგახსენებთ, სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში, ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობთ. ნახოთ. ჩვენთვის დაბადებულო, შენთვის წარმატებულო, შუშას მოფარებულო, ხალხზე აღმატებულო, გიმღერიან გედები, არასდროს დაბერდები, ბერდები, მერე რა თუ ციფრებით, ასაკში შედიხარ, ვიზუალით ჯენზი ხარ, მარჩენალო, გამოჩნდი და აღარ დაგვემალო, მთელი ერიგი ლოცავთ ჩვენო სახელმწინარო, ჩვენო იუბილარო. აბლაბერში თოვლი მოდის, ჩემ გულში კი დარიაო, ბიძო შენი დაბადება, გინეცმელი სასტიკად მიხარიაო, ვაი 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 შენი იუბილე ჩემთვის, ენაცვალე ახალი წლის დარიაო, ეჯენ აგროვებს ლაუფლებას, ასაკი ვერ გამოგაცლის, თუ ინებები შესმაგივრად, გენაცვალე მე გავხდები 69-ის, ახალგაზრდობას დაგითმობ, აი სისიტი მე გავხდები 69-ის. გვათამამე, გვასვი გვაცხოვრებული გვაჭამე, ახლა ვინც ჩაგვერთვება, გვიცდის დიდი ხანია, ნინო წილოსანია. წელიწადთან ახლოს მისულა, ისედაც ყველაფერი გაქვს რაღა გისურვა, მაგრამ მაინც მოგილოცავ ხალხმა გაიგოს, რავი იქნებ თხა იყოს და ტყუპი მაიგოს, ფული ისეთი რამეა, რავი ვერ გაიქცევი სული, ხანდა ფრინავს ტაქსით, ვერ დაიწევი ნოთუ, ბიძინას მილოცვა ყველას, დავასწარი გონი, ცოტათი დავთვერი, მამა ძალი. გვემღერება, ერი-ბერი ყველა გეფერება, როგორც მატყობინებენ, ჩემი იქება ფერხდება, ხარება ჩაგვერთვება. ბიძინა არ ბერდება და თუ ბერდება არ ეთყობა, ბევრჯერ გაგვილახია ქალები, ბევრჯერ გვილურჯებია თვალები, წიხლქვეშ გაგვიცელია მართლები, დაგვინთია საღამო სანთლები, ჩვენთან კამათი მავნებელია, ნეკლის აღდგენა მერე ძნელია, შენთვის ცოდები ჩაგვიძენია, იმიტომ რომ ქვეყანა ჩვენია, როცა ვხედავ კაცს საყურიანს, სახლში უშვებ მას საყურიანს, ბიძო დავლოცოთ დროზე ჭიქები, ქუჩა დადრწიან ხარებას ბიჭები. არ არსებობს ყურში მითხრეს სასწაული ხდება, ბიძინა ჩაგვერთვება, სტუდიაში თენდება, გულის ცემა ჩერდება.
ქვეყნად ერთი ბიძინა ვარ საქმეასე განვითარდა რადგან მეორე ბიძინას ვერ აიტანდა ფულის შოვნის მწველი ჟინი არასოდეს გადამიარს ერთ კაპიკსაც არ შევარჩენ უღატაკეს ადამიანს ბაღი ბაღნარი მაქვს ეზოში შილოპანცებით დავნარნარებ ასლოვან ხის ჩეროში კაი აქციების გამართვას მე აღარ გირჩევთ როცა არ მოგეწონებით ადგებით და გადამირჩევთ ჩვენო ბძენო ამას აქშიც ჩემზე მშვენიერო ტყვები შენი ყურებით გვანები ვრებგრძნობებით დღეს კი გემშვიდობებით გვახარებ ფულებით გვანები ვრებგრძნობებით დღეს კი გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებელო მივესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმარი გურამ როგავა. გურამ მოგესალმები. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. ადრეც მთხოვე ვერ მოვედი კორსეტი მეკეთა და ესე თავს ვერ შემოვატრიალებდი და ამიტომ უარი გითხარი. ამიტომ სულ უნდა გეყურა და ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს რაღაცა გავიარე გარკვეული კურსი და რაღაცა მიმართულებით მაინც შემიძლია რომ გიყურო. კი, ძალიან დიდი მადლობა და მინდა რამდენიმე თემაზე შეიძლება ხო შეთან საუბარი ხო? ბევრი თემა ტრიალებს შენს გარშემო, მაგრამ რამდენიმე თემა. კი ბაჭანა. აი ხა იცი რა არის, ნუ თავიდან ალბათ ხა, იმიტომ რომ ეს წილოსანი ხო ესეთი პერსონაჟია საპარლამენტო ცხოვრებაში რა. გამორჩეული რა. მისი ესეთი გამორჩეული ფრაზები შენი მისამართით იყო ძალიან საინტერესო, მაგალითად შეარასწორო ადამიანო ხო ხო ერთ-ერთი და აი ეს რაღაცა რომ მოხდა შენს გარშემო რაღაცა პატარა ინციდენტი მცირე ინციდენტი მოდი ახლა მოგვიყევი რა დაზიანებები მიიღე მაგ მცირე ინციდენტის დროს სალაპარაკოა ახლა ისეთი არაფერი მაგაზე დროს როგორ დავხატე მეშვიდე მალის მოტეხილობა კისრის კი დიდი არაფერი ტვინი შერყევა იქ ხო ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ყველას გადაგვიტანია ამ სამ თვეში ნახევარმა საქართველოს ტვინი შერყევა მიიღო ხო? ხო, რა მოხდა? რა სალაპარაკოა ეგ ამბავი. ხო, რა ვიცი, აი სახიძვლის მოტეხილობა. სახიძვლის მოტეხილობაც ხო? დიდი ამბავია. დიდი ამბავია. რაღაცა მცირე ვაზვიადებთ ხა. ნუ ახლა დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი ახლა. ხო, ნუ დანარჩენი კადრში ვნახეთ უკვე მდგომარეობაში იყავი ახლა სერიოზულად რომ ვთქვა ეს ამბავი და აი ჩიგოგიძე მითხა ვასილ ჩიგოგიძემ. ხო, ვასილ. ვერ ვიჯერებო, კაცო, კადრები ვანახე. ხო. და არავის რაღაცა შეცდომა, ახლა ესე რატო გაგიმეტებდა სპეცრაზმელიო? რაღაცა პროვოკაციას ჰქონდა ადგილიო. აი ვიცი. აი იცი რა, თან ვითომ ბოდიშამ სიტყვა არ მიყვარს ხოლმე გაპრავება სიტყვა, მაგრამ აი ცდილობენ რომ გააპრავონ ეს ამბავი, ანუ რატო ცდილობენ? ხო რეალურად ხო ხილულია ყველაფერი. რაღაცა რომ ვერ პრავდება ეგ ამბავი, ხა ჩემზე თავდასხმა რანაირად შეიძლება გაპრავდეს, ეთერში ვიყავი მთელი 9 საათის განმავლობაში, მიკროფონი არ გამომირთავს, სულ ვიყავი ლაივ რეჟიმში და აღვწერდი ეგრეთ წოდებული შავი კაცუნები, როგორც ასტიკად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, მშვიდობიან მონაწილეებს და ეხა მოიფიქრეს ეგეთი რაღაცა, რომ მოდი ვთქვათ, რომ როგავამ დედააგინა სპეცრაზმელს და ამიტომ დაარტყეს. ხო, აი ეს ვერსია შეიმუშავეს. ეხა ჯერ ანუ ბუნებაში ვერ იპოვი ადამიანს, ვინც გაიხსენებს, რომ მე სადმე ოდესმე შემიგინია რაღაცა. არა, ეხა რაღაც სპეცრაზმელზეც კი ამბობდი, რომ უდიერად მომექცევ თქო რაღაცა. ჯერ მეგობრები არ მიყვარს ჩემ მეგობრების მაგაზე იძახი რომ უდიერად რაღაცა უხეშად მომეფხო რა ვიცი ან რაღაცა ჩემ მეგობრების მაგაზე დამცინი
მგონია რომ ვიკრიბებით ხოლმე რაღაცა რომ ზედმეტად პოლიტკორექტული ვარ და უბრალოდ არ ვიცი მე ხო ეგ ჯერისები ცილისწამება რაც მამუკამ თქვა და მანიცის მშვენივრად ის ვფიქრობდი ხო არ გუჩილო ცილისწამებისთვის რომ ცოტა გავერთობოდით ვერ იპოვის ასეთ მტკიცებულებას როდის რა იგრძენი ანუ ეს გახსოვს რა თვითონ დეტალები იქ ადგილზე ხო მე რასაც ვაკვირდები მე ამას ასე აღვიქვამ რომ აი თვეების განმავლობაში მე რა მუხარებსაც ვიღებდი ქართული ოცნების მხრიდან ეს შეასრულეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სპეცრაზმელის ხელით ნიღბიანის ხელით რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება არასდროს იდენტიფიცირებული მიუხედავად იმისა რომ ყველა მიცის ვინ არის ეს ადამიანი სისტემაში შიგნით და პრემიაც აიღო და ძალიან ბედნიერიც არის და ამაყობს ხარებასთან რომ აი მე ვიყავი ის ვინც რო გავაგათიშაო მე არ მინახავს ეს ადამიანი რომ მოდიოდა. იქ კადრში ანუ იცი როგორ ჩანს აი ესე ვიფარებ ხელს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ფოიერვერკი გაისროლეს და ვეცადე რომ სახე დამეცვა და როგორც კი ვიფარებ ხელს და ვტრიალდები ეს ადამიანი მარტყამს რა ხელს და მე რომ მენახა ეს სპეცრაზმელი ჩემკენ მოდიოდა გავხევდი ცემაში ხო მოვერეოდი თავისუფლად ეგრე ირონია რაღაცილებს გაზადო ზუგულავა ჩემპიონ ძიუდოისტს მოკლაცემით ხა სპეცრაზმელს ვერ მოვერეოდი შენ კი აბა რა თქმა გამოიგდები ზურგზე ხო და მართლა არა ხუმრობის გარშე არ მინახავს რა თქმა უნდა ეხლა ვერ მოვერეოდი მილიონი წელი მაგრამ გავიქცეოდი მაინც ხო ხო ნაბიც მაინც მოუჩქარებ ხო რაღაცა ნაბიცა უჩქარებია ხო და ანუ მე ნანუკა ქაჯაია გაღვიძებს მე ნანუკა ქაჯაია მაღვიძებს და მატყუებს არაფერი არ ჭირს ჩემო პატარა და ვერ ვიგებდი ანუ პატარას რო გეძახის ბოლო ჩემს მეხსიერებაში არის ბოლოს რომ რაღაცა ჩართვაზე ვარ და უცებ ვიღვიძებ და სისხლიანი ვარ და ვერ ვიგებ რატომ და რეალურად გულახდილად ძალიან სერიოზულად რომ გითხრა კადრები რომ ვნახე მე აღვიდგინე ეგ ამბავი რა მოხდა თორე არ მახსოვს არაფერი შოკში ვარ მე და მეთქობა კიდეც რომ ვერ ხვდები რატომ არ ასეთ მდგომარეობაში და მე და ნანუკა ძალიან ძველი მეგობრები ვართ რა ვიცი 2012 წლიდან და ჩემო პატარა ჩემო ფერია ეს არის ჩვენი მიმართვა და ძალიან უცნა კიდე კარგი ჩემო ფერი არ დამიძახა ჩემი ფერია არის ყველაზე როგორი ახლა დასისხლიანებული მე რაღაცა ნანუკა რომ პირდაპირ ეთერში მეუბნება ჩემო ფერია კარგად მადლობა ნანუკა რომ ჩემო პატარაცი დაკმაყოფილდი ამიტომ დაკმაყოფილდი კი ძალიან საყვარელი ძალიან მიყვარს ნანუკა მადლობა მას ეგეთი ერთგული მეგობარი არ ვიცი მართლა გამიმართლა რომ ნანუკა არის ჩემი ესეთი ახლო მართლა ფერია და მეგობარი სათვალთვალო კამერები ხო უნდა ამოეღოთ ხო კი მაგრამ მე როცა ვითხოვე კოკა კაციტაძისგან სათვალთვალო კამერების ამოღება იცი კოკა კაციტაძემ რა მიპასუხა მისმა უწყებამ ტელევიზიებმა ხომ გადაიღესო კაცო ახლა სათვალთვალო კამერები რაში გჭირდებაო და მე ავუხსენი რომ ბატონო კოკა აი ნახეთ იქნება სპეცრაზმელი რომელიც თიშავს და გარბის თუ მე მართლა როგორც მდინარაძემ თქვა დედავაგინე დავეკავებინე და წავეყვანე განყოფილებაში და რა ვიცი კანონის თანახმად პასუხი უნდა ვაგო თუ ასე მოვიქეცი ხო ეს სპეცრაზმელი რომ გაიქცა მაინტერესებდა აი სად წავიდა იქნებ რომელიღაცა ისეთ დანაყოფს შეუერთდა რომ მე დავადგინოთ მარტივად ვინ იყო იქნებ საერთოდ ნიღაბი მოიხსნა და ათასობით კამერაა ვანო თელს რუსთაველზე ეხლა ამატებენ კიდე რამდენი და რა გაირკვა სუსის კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერები მერიის კამერები პარლამენტის კამერები 5 საათსა და 14 წუთზე 29 ნოემბერს არ მუშაობდა. აი რაღაცა რამდენიმე წუთით საერთო გათიშვა იყო. საერთო გათიშვა იყო. ვერ ამოიღეს და რაც ამოიღეს არის კერძო დაწესებულებების კამერები, იქ რაღაცა კერძო ობიექტებია, კაფეები, მაღაზიები და აი 11 საათის მასალა რაც მომცა გამოძიებამ ჩემს გადაცემაში ვაჩვენე, ერთ კადრში ვიპოვე ჩემი თავი. ხო. ფეხსაცმელები ჩანს. ნორტო ფეხსაცმელები ჩანს და ისიც ის მოგცეს. აი ჰა ესა. და მე ვიცარი ხალხო ეს ჩემი ფეხსაცმელია. მე ვარ კადრში ვარ. სასწაულია. ძალიან მაგარი ქვეყანაა რა. ძალიან. მაინტერესებს ექსპერტიზა თუ ჩაგიტარდა. ექსპერტიზა მოვითხოვე, მეთქი რაღაცა იქნებ ექსპერტიზა ჩამიტარდეს რომ რა დაზიანებები მაქვს რომ ნინო წილოსანმაც კარგად გაიგოს თქო და არ არის საჭირო მითხრეს. მაგრამ სხვა შორის შევახსენებ მაყურებელს რომ აი მაგალითად დგებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროს ლოყა რომ აუწითლ და ყურზე ტკივილი რომ განიცადა სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდა და მე არა მაგრამ წინა ინციდენტია რა შეჭირდება. ძიმე ლოყის აწითლება ქონდა. ლოყის აწითლება ამ ქვეყანაში მოკლედ ლოყის აწითლება არის მძიმე სასტიკი დანაშაული ხერხემლის გატეხვა მალის მოტეხვა
იგონებენ 1000-ნაირ კანონებს. ახლა მაგალითად მედიას ეს ბრიტანული გრძელი ენა რო აქვს ამ მედიას. კი, დასამოკრებელია. მოარგეს რაღაცა კანონი, რომელსაც მე ფუთავენ, რომ აი ეს არის ბრიტანული კანონი. ბრიტანეთში თურმე არის აი დიდი რაღაცა ცენზურა მედიის. აი ეს რუსული კანონიც ხო ამერიკული იყო, ჩვენ ვერ გავიგეთ უბრალოდ. კი. მე ხო სპეციალურად შეამსუბუქეს ტრამპმა შეამსუბუქა ეს ამათ გამო. ხო და ეს ბრიტანული კანონი რეალურად იცი რა არის მე რომ ვიყავი ახლა პარლამენტში და კითხვებს ვსვამდი აი როგორც კი მხედავდნენ და ვიწყებდი კითხვის დასმას აი ჯერ პირველი სიტყვაც არ მქონდა ნათქვამი და რატომ უხეშობ უზრდელო ჯერ დამაცადეთ რა ვიცი იქნება რაღაცას გეკითხებით რომ რაღაცა სულ სხვა კითხვა მაქვს თავშივე აი იწყებენ თავდასხმით რომ უზრდელი ანუ ამ კანონში ზუსტად ეგ მიზანია რომ კითხვების დასმა იქნება აგრესია უზრდელობა თავიდანვე ხო და როგორც იმედში ხდება, ეხლა წინასწარ უნდა გამოგიგზავნოს ნინო წილოსანმა, რომ პარლამენტში ხვალ რომ მოხვალ გადაღებაზე, გურამ აი ამ კითხვებს დასვამ და ამაზე გიპასუხებ, ამაზე ვიქნები მომზადებული და აი ესე ამ კანონის მიზანი. ხო, ნუ ეხლა შენზე უკვე თავიდანვე იყო რაღაცა უკვე რაღაც პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობდა რა, ანუ შენს გასაშავებლად, იმიტომ რომ ახლა იმათ არ აინტერესებთ რა მდგომარეობაში ხარ. იმათთვის არის მთავარი რომ დავალება რაც აქვს, ის უნდა შეასრულონ. ტროლები ჩემ წინააღმდეგ აფრიელებდნენ რაღაცა ფოტოებს, რომელიც მე თვითონ მიდევს Facebook-ზე, კაცო არ მწვენია ამ ფოტოებს. ხო, რაღაცა აი რა ვიცი, მაგალითად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამიშვა ერთ-ერთ მივლინებაში, მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო დაინტერესებული ამით, Gay Pride-ის გასაშუქებლად რეპორტაჟი გავაკეთე. რომელი წელია? ახლა ზუსტად ავიცი სადღაც ალბათ 8 წლის წინ. ხო და ამ ფოტოს აშეარებენ მე თვითონ მიდევს Instagram-ზე, Facebook-ზე, ყველგან რა ვიცი კაც მე თვითონ ვაშეარე. არა და გეი ლაშქარი მოდისო ეხლა. ხო, ასეულდა რითო ჩამოაღწიეს მაგათმას, რამდენი ხანია მოდიან, ვერ მოაღწია. გეი ლაშქარი მოდის. ლაშქარი. აურაცხენ ლაშქარი მოემართება ჩვენსკენ რაღაცნაირად. მე ძალიან ხალისო ყველაფერს. ხო, შენ ხარ თქვი რომ ასე მდგომარეობაში ადამიანს მაინც აი ბულინგისთვის რომ გიმეტებენ ტროლები. ეხა უკვე კარგად მიდით მიაწექეთ. ძალიან ხალისო ხარ, რაც არ უნდა შავი პიარი ააგორონ ჩემ წინააღმდეგ. მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს. ხო, რა თქმა უნდა. მზად ვარ ყველანაირი წინააღმდეგობისთვის, ისეთი ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. იცი რა არის, მე ახლა რამდენიმე ტელევიზიაში მუშაობდი, შენ გურამ. ყველგან მგონი. ხო. TV პირველი დამრჩა. ვაკანსია ხო არ გავდო. მოხვალ ჩვენამდე. კითხავს თუ მისო პასუხსაც გაგცე. გიტარისტი ხო არ გჭირდება? გიტარისტი რაღაცას გიტარისტი ახლა კაი გიტარისტი ახლა მოდიში მეც უკრავს სხვათა შორის და იცი 90-იან წლებში გიტარაზე რო შემიყვანეს პირველი სიმღერა რაც მასწავლებელმა მასწავლა რა იყო აბა შენი აზრით ასეთია ქურდი კაცი ხო და აი სამშობლო მოვედი და შემაც მომკითხა აბა რა ის ასე თავშეგაცეთი აქურდი კაცი ეგ თაობა ვარ თვანო რა 80 აი ეხა ბიძინა ივანიშვილი მოგვერევა ჩვენ გიტარაზე ასეთია ქურდი კაცის ბედი ვისწავლე პირველი სიმღერა იყო რატო გასწავლა პირველი ასეთია ქურდი ეს რა მარტივი აკორდები აქ ალბათ ხო ან რაღაცა უყარდა იმას თვითონ გიტარის მასწავლებელს ბოლოს წინ ტელევიზია იყო რუსთავიორი კი თავიდან ხო ვიცი რომ შენ ისეთი ჟურნალისტი ხარ რომ რაღაცა ეს გააშუქე ესე და ესე ქენი და ესე გააკეთე ეგ ტიპაჟი არ ხარ ხო დაიწყებოდა თავიდან ნელ-ნელა აი რბილიენით საუბარი რომ ამოდი ახლა იცი რა არის გურამ კი კარგია ახლა ეს მაგრამ აი ეს მაგრამი როდის დაიწყო ეს მაგრამი იცი რაღაცა ილუზიებში ვიყავი გულწრფელად რომ მოვყო ახლა და ვიყო მართლა ძალიან გულწრფელი წლების განმავლობაში ხომ ჯეროდა რაღაცა რომ შესაძლებელი იყო ბალანსის დაცვა და მაშინ როცა მივედი რუსთავიორში როცა თქვენ დატოვეთ ეს კომპანია მაშინ მე მივიღე პირობა რომ
როგორც მართლა მე დღემდე ესე ვარ, რაღაცნაირად მიმაჩნია, რომ ჟურნალისტის ყველაზე დიდი კომფორტია, როცა გეძლება საშუალება ყველა თანაბრად აკრიტიკო. და მაშინ მე მივიღე იქ მყოფი ადამიანებისგან პირობა, რომ ეს ასე იქნებოდა, მე შევძლებდი ჩემს გადაცემაში როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება თანაბრად გამეკრიტიკებინა და პირობა იყო ეს, რომ შენ თუ იქნები ყველას მიმართ თანაბრად სამართლიანი, არ გვექნება პრობლემა და ეს რაღაც პერიოდის განმავლობაში ნამდვილად ასე იყო და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით მაშინ მეგონა რომ ხო ჩვენ ხო ახლა ესეთ რეალობაში ვართ რომ ყოველთვის ნებისმიერ ტელევიზიაში ნებისმიერ სიტუაციაში მოგიწევს რაღაც კომპრომისებზე წასვლა ბუნებრივი ახლა ჩემს ტელევიზიას ვერ გავხსნი და ისე ხო რაღაც არ მაქვს ამის საშუალება რომ მე როგორც წარმომიდგენია ისეთი პროდუქტი შევქმნა თავიდან ბოლომდე მაგრამ აი ჩემ ეთერზე მე ვიყავი პასუხისმგებელი და მე ვიცოდი რომ მე როცა ვიწყებდი ეთერს მართალი ვიყავი ჩემს მაყურებელთან მაგრამ მე რაღაცა დროის მერე თანდათან დაიწყო ხო აი ეს რაღაცა შემოპარებები რაც მაგრამები ხო მაგალითად ერთ-ერთი შემთხვევა იყო როცა ზაქარია ქუცნაშვილი დავითანხმე ინტერვიუზე და მითხრა რომ მოვყვები როგორ იცოდა ყველამ კობახიძემ დინარაძემ ყველამ რომ გავრილოვი იმ სავარძელში უნდა ჩამჯდარიყო ანუ ამას ამბობს ქუცნაშვილო მოვყვებიო? კი, მოვყვებიო და შევითანხმე ინტერვიუზე, ვუთხარი პროდიუსერს გახარებულმა რომ ხალხო რაღაცა ექსკლუზივი გვაქვს, უნდა ჩავწეროთ და რაღაცა დათქმული დრო გქონდა, უნდა შევხვედროდი და უეცრად პროდიუსერმა მითხრა რომ ზაქარიამ გადაიფიქრა რაღაცა ქალაქ გარეთ უნდა გავიდესო და ვერ ახერხებს და შემდეგ დღეებში ჩავწეროთ. რაღაცნაირად დავეჭვდი და მოდი გადავამოწმებ თქო და დავურეკე ქუცნაშვილს. ბატონო ზაქრო რა მოხდა, რამე ხომ არ გაწყენინეთ, რატომ გადაიფიქრეთ და მითხრა რომ თქვენმა პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა რომ ვერ ჩაგწერთ რაღაც ტექნიკური ხალხები აქვს. აუვარი. იცი რა დამემართავა, ნო. აი სიცივე რო შეგეპარება, ხო? მართლა ტვინში სისხლი ჩამეკცაო რო იტყვია. არავინ არ გამიფრთხილებია ისე, ავიღე ჩიპი, მეხსიერების ბარათი. ოპერატორებს ორ ოპერატორს ვუთხარი რომ მივდიოდი გადაღებაზე, არავისთვის არ მithქვამს სად მივდიოდი. წავედით ზაქარიასთან ვუთხარი რომ არა მოგვარდა ეგ ტექნიკური პრობლემა თქო. ჩავწერე ის ინტერვიუ, მოვიტანე ეს მასალა და ვუთხარი უფროს რომ ყველაფერი გასაგებია, ვიცი რომ მომატყუეთ. მე წავედი თქვენი გაფრთხილების გარეშე მასთან, ჩავწერე ინტერვიუ და თუ ამას ეთერში არ მივცემთ, მე ავტვირთავ ამას სოციალურ ქსელში. მაშინ ეს მასალა გავიდა. მაგრამ უკვე გასაგები იყო რა ხდებოდა, მე მომიწევდა იქ ბრძოლა რაღაცა წვრილმან რაღაცებზე და ბოლოს როცა ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმა ვნახე რაც იყო მე მაშინ გამოვიღვიძე რა გულახდილად რომ გითხრა და მაშინ მივხვდი რა სისტემასთან მქონდა საქმე და როცა ვამბობ რომ სანამ პირადად არ შეგეხებიან ვერ მიხვდები ამას მე გულისხმობ რომ ეს მართლა ასეა იმიტომ რომ ლექსოზე თავდასხმა მე იმ მომენტში ჩემზე თავდასხმა აღვიქვი და ამაზე მოვამზადე გადაცემა ძალიან მწვავე ყველა მიცოდა რომ მე ეთერში ვაპირებდი სრული სურათის ჩვენებას ქართულ ოცნებაზე მათ პასუხისმგებლობაზე საუბარს და რაღაცნაირად ეთერში გასვლამდე მითხრეს რომ რაც გინდა ის თქვი თუ გინდა აი რა ვიცი დედააგინე ნებისმიერს მაგრამ ღარიბაშვილი არ ახსენო და ვისაც არ ახსოვს ღარიბაშვილი იყო ზუსტად იმ მოვლენების სათავეში ბრძანების გამცემი კანცელარიის კიდევ წინა იმ დღესვე არ გააკეთა რაღაც განცხადება რომ კანცელარიდან მთავრობის ხდომიდან პირდაპირ ეთერში ხალხო თუ ქუჩაში გამოხდათ ჩაგქოლათ რა ვიცი სასიკვდილოდ გაგიმეტებთ დღეს კონსტიტუცია თქვენ არ რეალურად თელი სიუჟეტი ღარიბაშვილზე უნდა აგეწყო ღარიბაშვილზე ოღონდ ესენი მეუბნებიან რომ რაღაცას იცი რომ შეგინა რა თქო ეხლა რომ ღარიბაშვილი აქო ახსენო რა და ამოიღებ თლიანად რა უკვე გასაგები იყო რა ხდებოდა მე გადავწყვიტე რომ იქ მე არ გავჩერდებოდი მაგრამ გადავწყვიტე მე თქვა მაყურებლისთვის მე ჩვენებინა მაყურებლისთვის რა ხდებოდა და ისე რომ ის გადაცემა ისე გავიდა რომ ტექსტი წინასწარ არ დამიწერია რომ ვინმეს არ ქონოდა ხელს შეშლის მცდელობა თქვი რომ აი დღეს ქართულმა ოცნებამ ჩვენ საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაგვახია და ეს იყო ერთ-ერთი ბოლო გადაცემა. დავხიე ეს ფურცლები, მეორე დღეს გიავოლსკი მყავდა სტუმრად და გიავოლსკის ეთერი ბევრს ემახსოვრება საშინლად ვიჩხუბეთ ეთერში და მითხრეს რომ შენო ცოტა გადაიღალეო. როგორც ჩანს ნერვებს ვერ აკონტროლებო და ხომ არ დაისვენებდიო. ხომ არ დაისვენებდიო და ჩვენო გაგიშვებთო სადმე დაისვენე და მე მობრუნდი ცოტა ხაშიო და მე ვთქვი რომ არა, კარგად ზანდებოდეთ. ყველამ უნდა იცოდეს რა, რასთან გვაქვს საქმე და იქ როგორ იმართება სისტემა და არავინ არ თქვა ჩემმა კოლეგამ, მერე
მე მჯერა რომ ამ ქვეყანაში რაღაცა შეიცვალა, რომ დამაშინეს, მაშანტაჟებდნენ, კომპრომატები ჰქონდათ ჩემ წინააღმდეგ. არავინ არ მაშანტაჟებდა, ვანო. პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის გაუმჯობესებას და მილიონ რაღაცას მპირდებოდა. კაი ცხოვრებას გთავაზობდნენ. კაი ცხოვრების გამოაკეთებდნენ ეს ადამიანები ამ ყველაფერს. ხელფასი რამდენი თვე არ აგიღია? ჩვენ საერთო სატკივარია. მაგრამ საერთო სატკივარია. საერთო სატკივარია, მაგრამ ვანო დამიჯერებ ჩემს საქმიანობაში 2002 წლიდან ვარ პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ახლა ჩემთვის, იმიტომ რომ სრულიად თავისუფალი ვარ იმაში, რასაც ახლა ვაკეთებ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უხელფასოდ, მაგრამ მაინც მიწევს ამ გარემოში მუშაობა, იმიტომ რომ თავისუფლება არის ჩემთვის ძალიან დიდი ნიშნულობის. კარგი არაფერი არ არის. ხო, რაც უბრალოდ ღამე მშვიდად მაძინებს რა, მართალი ვარ ჩემთვის. ხო, აი შენ სფეროში ესეთი ამბავი რო იყო, ნუ მაგას მივხვდი, მაგრამ აი ქვეყანაში რო რაღაცა ვერ იყო, ამას როდის მივხვდი? ხო, ამას კიდე უფრო ადრე. უფრო ადრე მივხვდა ხო? როცა მიწა მომპარეს. როგორ? მოკლედ მიწა მომპარეს, ერთი სვარანაირად რომ მოგპარო მიწა. ადრე ცხოვრობდი კიკვიძის პარკთან და მოვინდომე აივნის გამწვანება და ნუ მიწა რა თქმა უნდა შევიძინე წინასწარ ყვავილებისთვის და დამაკლდა ცოტა. და ჩავედი კიკვიძეში, მეთქი რაღაცა მოვჩიჩქნი კიდე თქო და პარკი ჩავიტანე და ავავსე ეს პარკი ამ მიწით. და სანამ მაღლა ავიტანდი, იქვე უბნის მაღაზიაში შევიარე, რომ მეთქი რაღაცებს, პროდუქტებს ავიტან სახლისთვის და ხა მიწას ხო შიგნით არ შევიტანდი რაღაცა. გარეთ მაღაზიასთან, უბნის მაღაზიასთან კართან დავდე და გამოვედი ხა პროდუქტებით დახონძლული და იქ გარემოვაჭრე იჯდა იქვე მაღაზიასთან რაღაცა აკოშინებული მხდება, აღელვებული ბოდიში გურამ ვიცნობდით ხა უბანში ხო იცი როგორც ხდება ყველა ერთმანეთს ვიცნობ და რაღაც ბოდიშას მიხდის რა, ვერ გავაჩერე და რა ვქნათ, როგორ ვიპოვოთ რაღაცას მეუბნება და მეთქი რა ხდება ქალბატონო დედა ჩემი სიკვდილი რა გქონდათ გურამ ამ პარკში და მეთქი რა აი ვიღაცა თავქუდ მოგლეჯილი მოვიდა სტაცა თქვენ ჩანთას ხელი და გაიტაცა იცაცაი გაიგეს მისდევდა ეს მისდევდა თან თავის პროდუქტებს ვერ ტოვებდა ეხა ბოლომდე ახალ წაიღებდი აი მაგრამ მე რო ვიფიქრე რომ ამ ადამიანმა მიწა გაიტაცა გახსნა ხო და აი მაშინ მივხვდი რომ რაღაცა ვერ იყო ეხა კი ბატონო სააკაშვილის დროს მისი მოწინააღმდეგე ვიყავი მისი კრიტიკოსი მაგრამ ხო მანქანებს მართლა გიასტოვებდა ხალხი და სხვა ვითარება იყო კიდე მინდა ბოლოსკენ შენს გადაცემაზე ხა გამიხარდა რომ ელისო დაბრუნდა კი ელისო ჯარიაშვილთან ერთად ვაკეთებდა ახლა აქედან ჩვენი ძალიან ახლობელი მეგობარია ხო და აი შენი გადაცემა ძალიან საინტერესო ფორმატია მინდა გითხრა იმიტომ არის საინტერესო რომ ანუ აი ძირითადად უფრო ხალხთან გაქვს შეხება და გამოკითხვები გაქვს ეს რაღაცა სპეციალური ადგილებიდან ხო ახლა ჯერჯერობით რუსთაველის გამზირიდან ხო მინდა რომ ხალხის ხმა ისმოდეს და პოლიტიკოსებმა აი რაღაცა ამ ბაბლში არიტრიალონ ეს რუსთაველის გამზირიც გარკვეულწილად ბაბლია მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მე რეგიონებში გასვლას და სხვა კატეგორიის ადამიანებსაც ვკითხავთ აზრს მაგრამ ხო რაღაცნაირად შევეჩვიეთ იმას რომ ყველა ეთერში არის ერთი და იგივე სახე ყველა ლიდერი და რაღაცნაირად მგონია რომ არის მის სათანადოდ ხალხის ხმა ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა ხალხს მივცეთ ეთერი ვალაპარაკოთ ხალხი და ვაკრიტიკოთ ოპოზიცია მათ შორის იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ოპოზიცია რაღაცა თვითკმაყოფილებას არ მიეცეს და მიხვდნენ რომ ხალხი მათ არ აძლევს ხმას იმიტომ რომ მათი საარჩევნო პროექტები და პროგრამები და რაღაც დაპირებები მოსწონთ ხო სხვა რეალობაში ვართ და მნიშვნელოვანია ახლა ამ ეტაპზე ვაკრიტიკოთ ყველა. ხალხთან ერთად ქვია ამ გადაცემას და მე მგონია რომ ახლა რა ბრძოლაშიც ვართ, ხო? ხალხია იქ მთავარი და არა პოლიტიკური ლიდერები, ხო? მათი როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხის გარეშე არ გამოვა ეს ყველაფერი და დღეს რაც ხდება ახლა საქართველოში ეს ხალხის დაკვეთა რა, იმიტომ რომ აი ომის პარტია ოპოზიციაზე რომ ამბობს ბიძინა ივანიშვილი თვითონ არის ყველაზე დიდი ომის პარტია, მან გამოუცხადა ომი ხალხს, საკუთარ ხალხს, ხო? საკუთარ რა საქართველოს ხალხს, მაგის ხალხი გამოუცხადა ომი და ვიღასთან ომობთ. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ხალხს ვკითხოთ აზრი და ჩემი აზრით ხალხის ხმა უნდა ისმოდეს უფრო მეტად, ეს არის ჩემი პირადი ხედვა.
ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, გადაცემა ვანოშე. ხუთშაბათი, სამშაბათი, ხო? საღამოს ეთერში. კი, კი, 10 საათზე, სამშაბათი, ხუთშაბათი და შემდეგ გადაცემაზე გიტარით მოვალ და ასეთია. შემდეგ გადაცემაზე. ესე თან როგორი სახე გვარი გაქვს, ისი აი რითმა არა? როგავა. ხო, ეს გადაცემა როგავა, უბრალოდ აყვავს როგავა. ძალიან სასიამოვნო იყო, ნო? ძალიან დიდი მადლობა, პატარა. კარგად ფერია. კარგად ფერია, გურამ როგავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა. ძირფასო ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. ახლა მივდივარ, უნდა გავიქცე ევროპიდან გეი ლაშქარი რო გვიახლოვდება. კომისარიატში უნდა გამოვცხადე თითო ოჯახიდან თითო საჯიში ქართველი ვართ დაბადებული. ნახვამდის. გადაცემის წარმოდგენია PSP